ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალს გადახდა, რომელიც არაჩვეულებრივი პედანტიზმით მისდევდა მოდას. იგი როგორც წესი ძალიან მოდურად იცვამდა, ძალიან მოდურად საუბრობდა და ძალიან მოდურ ადგილებში დადიოდა. შესაბამისად, საზოგადოების თვალში ძალიან მოდური ქალის იმიჯი ჰქონდა. ხო და ისიც ცდილობდა ამ იმიჯის გამართლებას. მას ვერასოდეს ნახავდით მოუწესრიგებელს და ვერც მის საზოგადოებაში იხილავდით არამოდურ ხალხს. ეს ისე, სხვათა შორის. ასევე სხვათა შორის, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა მოდურმა ქალბატონმა აი აქ, უგაცრავად აქ არა, ასეთ ადგილებში ჩვენი გმირი არ დადიოდა. აქ. ან სულაც აქ, აი ასეთი მამაკაცი გაიცნო. ხო, ახალი ნაცნობი არაფრით არ ჰგავდა იმ მამაკაცებს, რომლებთანაც ჩვენი გმირი ურთიერთობდა. მას ოდნავ უგემოვნოდეცვა, ვერ გამოირჩეოდა დახვეწილი მანერებით და არ იცოდა მოდურ თემებზე მოდური საუბარი. უბრალოდ არ იცოდა. სამაგიეროდ ჰქონდა კარგი ბუნება. უკაცრავად, ხო, კარგი ბუნება. და ჩვენს გმირსაც რატომღაც ძალიან მოუნდა ამ მისი გემოვნებისთვის არატრადიციულ მამაკაცთან ურთიერთობის გაბმა და გააბა კიდეც. ოღონდ ჩუმად, ისე რომ მეგობრებს არაფერი გაეგოთ. მოკლედ, მოდური ქალბატონი თავის ახალგატაცებას გულმოდგინედ მალავდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ დამალა. ჩვენი გმირის მოდურმა მეგობრებმა კატეგორიულად მოითხოვეს მისი შეყვარებულის ნახვა და წყვილი ძალიან პრესტიჟულ ღამის კლუბში. თუმცა რასაჭიროა ფამილარობა. უბრალოდ, შინაურულად სახლში მიიპატიჟეს, ალაფურშედზე. ხო, ჩვენი გმირი ანერვიულდა. მისი რჩეული ძალიან განსხვავდებოდა იმ ხალხისგან, ვინც სტუმრად ეპატიჟებოდა. არა, მათ მისი არჩევანი ნამდვილად არ მოეწონებოდათ. უფრო მეტიც, დასცინებდნენ. თუმცა გამოსავალი არსებობდა და ჩვენი გმირიც მაქსიმალურად შეეცადა გარეგნულად მაინც დაემსგავსებინა თავისი რჩეული იმ ადამიანებისათვის, ვისთანაც მეგობრობდა. ბევრი თუ ცოტა დავის შემდეგ რჩეულიც დამორჩილდა ბედს და ისე გამოეწყო, როგორც მის მოდურ ქალბატონს სურდა. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. მიუხედავად გულმოდგინე მცდელობისა, ჩვენმა მოდურად გამოწყობილმა მამაკაცმა ვერ მოხიბლა ის წრე, რომელშიც ტრიალებდა ჩვენი გმირი. მოკლედ, ელიტარულმა საზოგადოებამ ახლად გაცნობილი მამაკაცი თავის რიგებში არ მიიღო. უფრო მეტიც, თანდათან ჩვენს მოდურ ქალბატონსაც შეაქციეს ზურგი. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი გმირი საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დადგა. სამწუხაროდ. ყველაზე ცვალებადი და სწრაფმავალი რამ რაც კი ადამიანს გამოუგონია. გასაკვირი რა არის იცი? ის რომ მოდას ნებისმიერ ასაკში შეიძლება ახვე. საინტერესოა ასეთ რა ძალას ფლობს, ან საერთოდ რა არის ეს მშვენიერი მოდა. ხო, ამ და სხვა თემებზე სასაუბროთ, ჩვენ გავესაუბრეთ იმ ქალაქის მაცხოვრებლებს, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. მოდა სიხალისეა, მოდა ყველაფერია, თუ კი არის შესაძლებლობა. მოდა დღეს ბევრი რა, პოლიტიკოსობა მაგალითად, ბიზნესმენობა. ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რომ გამოიყურებოდეს ლამაზად. ყოველ შემთხვევაში ცდილობენ. ცდილობენ და უნდა ეცადონ კიდეც, მაგრამ არა საკუთარი თავის, ეროვნულობის და ტრადიციების დაკარგვის ხარჯზე. რა არის ეს? რა წამხედურობაა? ნუ თუ ეს არის ქართული გემოვნება. ნუ თუ ეს მოდა საქართველოშიც დამკვიდრდა. აუცილებლად იმის გულიზეო და ჩაიცვა, რომ მოდაში არის სისულელეა მეგონა. რაღაც კომპლექსია რა, უკომპლექსობის კომპლექსია ეგ, რომ აი მე ვთქვათ, ესე მინდა და ვთქვათ, ხვალ გამოვალ და რაღაც ესე ვიქნები. გრებეშოკით გამოვალ და რაღაც და მე კაი ტიპი ვარ. მე არ წამს ეგეთი რაღაცები. ალბათ წლები დაჭირდება, ათწლეულები დაჭირდება იმისთვის, რომ თავისუფლად შეეგუო ის, რომელსაც აქვს შეღებილი ცისფრად თმა, თქვათ, ან ვარდისფრად, ან რაღაც მწვანეთ, ან გაყრელი აქვს საყურე, ან აქვს, ან აი აქ. ნუ ელემენტარულად ალბათ საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირას.
იყო და არა იყო რა, იყო ხალხი, მოდა საყოლელი ქართველობა. რომელსაც ძალიან ეშინოდა როგორმე არამოდური არ გამოჩენილიყო. თუ არ ვწდები, ახლა მოდაშია ჩურჩულები, არა? ამიტომაც ნიჭიერად ითვისებდა ყველაფერ ახალს. დიახ, ადრე ჩვენზე ამბობდნენ, რომ ყველაზე გემოვნებიანი ხალხია კავშირშიო. აქ ყველაფერი თქვენ წარმოიდგინეთ ურთიერთობებიც. იზომებოდა მოდური საზომებით. ადამიანები ცდილობდნენ თვალში საცემად ეცხოვრათ. რა ბიჭია, რომ იცოდე, იმისთან მრგვალი ფარებით დადის. ცდილობდნენ გამორჩეულები ყოფილიყვნენ. უიმე რა გოიმი ხარ, სირაქლემას გვიზლი არ გიჭამია? თავარია მოდურ ტალღას არ ჩამორჩენოდნენ. უიმე დოსტოევსკი ჩემი უსაყვარლესი მწერალია. აი მაგის მონა ლიზა რომ წავიკითხე. აქ მოდაში შემოდიოდნენ რეჟისორები. ნახე როგორი ალმადოვარის პროფილი აქვს. მოდაში შემოდიოდა საქმიანობა. აი ისეთი შოუს მოწყობა მინდა, სალიუტებით. ჩნდებოდა მოდური მიმდინარეობა. აბარა, თუ მოძრაობა ახალგაზრდულიც უნდა იყოს. რადგან აქ ცუდ ტონად ითვლებოდა არამოდური საქციელი. ვაიმე, ჯანფრანკო ფერე ჩემი ცხოვრების მუზაა. ასე ცხოვრობდნენ იმ ქალაქში, იქნებ სულად სოფელში. სადაც ადამიანები პატივს სცემდნენ მოდას. ვითომ სნობური სიუჟეტის დასასრული. ქვეყნის აქტიური მეთაურები არა მარტო პოლიტიკაზე ფიქრით რომ იღლიდნენ თავს, ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო მაგალითად რუსეთის მეფე პეტრე მეორე. მან რუსული მოდის კანონმდებლობასაც კი გამოჰკრა ხელი. პეტრეს კატეგორიული მოთხოვნით ყველა დიდგვაროვანმა წვერი გაიბარსა. ევროპული სტილის ტანსაცმელი ჩაიცვა და მანერებიც კი შეიცვალა. როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს ევალებოდათ მხოლოდ ისე ჩაეცვათ და დაეხურათ, როგორც ამას ევროპული მოდა მოითხოვდა. რომ არა ფრანგი მეფე შარლ მერვე არ იარსებებდა მამაკაცის მომრგვალებულ ცხვირიანი ფეხსაცმელი. ასეთი ფეხსაცმელი პირველად სწორედ მან შემოიტანა მოდაში მე-15 საუკუნეში, რადგან როგორც ამბობენ შარლს ფეხებზე 6-6 თითი ჰქონდა. ასევე ფეხებთან. ოღონდ ინგლისის დედოფალ ანას ფეხებთან იყო დაკავშირებული ახალი მიმდინარეობა მოდაში. დედოფლის სამწუხაროდ გაღუნულმა ფეხებმა მაშინდელ დიზაინერებში საბედნიეროდ შთაგონება გამოიწვია, რის შედეგადაც შეიქმნა ახლებური სტილის შესანიშნავი, ასე ვთქვათ, გრეხილი ავეჯი. ასევე დედოფალმა, ოღონდ საფრანგეთის დედოფალმა შემოიტანა მოდაში პარიკები. როგორც ცნობილია, მას წითური თმა ჰქონდა. ამიტომ არასასურველი და მაშინ არამოდური იერის შენიღბის ყველაზე საიმედო საშუალება პარიკის გამოგონება აღმოჩნდა. მოდური სტილის დამკვიდრებაში ალექსანდრე მაკედონელსაც მიუძღვის პატარა წვლილი. სწორედ მას მიბაძეს იმდროინდელმა მამაკაცებმა, როდესაც წვერის გაპარსვა დაიწყეს. მაკედონელს თავისი გასაჭირი ჰქონდა, წვერი ალაგ ამოსდიოდა, ამიტომ პირწმინდად იპარსავდა. ასე რომ მამაკაცები თავის ამჟამინდელ ჩვევებს სწორედ ალექსანდრე მაკედონელს უნდა უმადლოდნენ. და ასე იყო. ვინ თქვა საქართველოში მოდის ბიზნესი ვერ იარსებებსო? სხვებზე ნაკლები რითი ვართ? ტვინის განძრევაა საჭირო, თორემ ფული შოვდეს რა უნდაო. ერთი მოდის ფესტივალი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს გემოვნებიან საქართველოსო? თანაც შოულებრივი კი არა, ავანგარდული მოდისო. აბა რა გონიათ თქვენ? მარტო ბარკლების შემოტანით კი არის შოება ფულიო. აგი რა, ჩამოვიყვანთ კაი გოგოებს, ერთი ორს გამოივლიან და მეტი რა უნდა ჩვენს ესთეტურ საზოგადოებას. ესეც თქვენი მოდა და ესეც ფესტივალიო. თანხებს კიდე რაც მოგრჩება მიზნობრივად გამოვიყენებთ. ვინ დაგვითვლის ახლა პეტერბურგელ ავანგარდისტებს 5 ხაჭაპურს ვაჭმევ დღეში თუ 3-სო. თუ დაგვითვლიან კიდე, ითვალონ და მთლად უფროს ორგანიზატორებს ზდიონ რუსეთშიო. სამჯერ მაინც ხომ გამოვძვერით და თანაც რა გინდათ ბატონო, ვანახეთ ხალხს როგორ უნდა ავანგარდული მოდის ფესტივალების ჩატარებაო. ამა, უკაცრავად. აბა თქვენ უყურებდით იმ ოთხკუთხედ საგანს, რომელიც განუწყვეტლივ კარნახობთ და თავს გახვევთ იმას, რაც სურთ რომ იყოს მოდური. აბა